წვავე ეკოლოგიური საფრთხე კუმისის ტბაზე ტონობით დახოცილი თევზი წყალს ნაპირზე გამოაქვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. გარემოს დამცველები ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ, თუმცა მოსახლეობა და კუმისის ტბის თევზის მეურნეობის მფლობელები პრობლემას წყლის დეფიციტი და ჟანგბადის ნაკლებობით ხსნიან. უფრო დეტალურად რა მდგომარეობაა კუმისში, ბექა პატურაშვილის რეპორტაჟი. ტბა თბილისიდან 20 კილომეტრში გარშემო აგარაკებით, თევზის მეურნეობით და წლების განმავლობაში გადაუჭრელი რამდენიმე მწვავე პრობლემით. შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნის, ბიზნეს საფრთხეს, ტბის ფლორას კი თანდათან ანადგურებს. ნაგავს და პოლიეთილენის ბოთლებს კუმისის ტბის სანაპიროზე, სადაც მეთევზეები საკმაოდ ხშირად მოდიან, თითქმის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით. ბოლო წლების განმავლობაში იშვიათი სანახაობა არ არის არც მკვდარი თევზები, რომლის გამორიყვისა და დახოცვის მიზეზებზე ადგილობრივი მოსახლეობა საუბარი უჭირს, კითხვებზე პასუხს კი გარემოს დაცვის სამინისტროსგან ელოდებიან. როცა რო ქარი არ არის, ციწყარია, აქ ვერ გაჩერდები, პირდაპირ დასახლებაში შემოდის თევზის აყროლებული თევზის სუნი. ძალიან ბევრი თევზი ყრია ტონობით ალბათ. მთელი გზის პირზე. 4 წელია, 5 წელი ასეთი რამე ხდება. დეკემბრიდან იწყებს და მთავრდება მაისისთვის. შექმნილ მდგომარეობას ადგილობრივები წყლის დონის დაკლებას და ჟანგბადის დეფიციტს უკავშირებენ, თუმცა ეს მათთვის მეორეხარისხოვანია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასმელი წყალი არც მოსახლეობას მიეწოდება. თევზის ხოცვისგან მოსალოდნელ საფრთხეთ კი ინფექციის გავრცელების რისკებს მიიჩნევენ. სხვა პრობლემები არის ემდენი, რომ ეს არის ზღვაში წვეთი რა, მოგდა თევზი რა ვქნათ ახლა. კი, ცუდია, მერე დავადება იქნება, რაღაცა ჩირკვენოვანი დავადებები, რაღაცა იქნება, ეს კი ზაღრება კატა შეჭამა მოგდა. წყლისა და ჟანგბადის ნაკლებობაზე საუბრობს თევზის მეურნეობის შპს კუმისის ტბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მტკვრის არხით მომარაგება შეწყდა. ალგეთის არხიდან კი მიწოდება შეიზღუდა. ერთადერთი მოგვარდება მაგ პრობლემა თუ წყალი იქნა, თუ მყარი იქნა და რაღაც დაადგა საშუალებას იქნება ბრწყინვალე რა. მარტო ჩვენთვის კი არა. აი მაგ მოსახლეობისთვის და კიდევ არის დაახლოებით 5-6 სოფელი. თუ არა და ერთადერთი გამოსავალია რომ ალგეთის წყალსაცავში ნალექიანობა უნდა იყოს. დაახლოებით აპრილ-მაისში დგება უკვე წყალი იქა და მერე იქიდან შემოუშვებს წყალს. მკვდარი თევზის მოგროვებასა და დამარხვაში კუმისის ტბის მეურნეობის თანამშრომლებს ბოლო დღეების განმავლობაში სურსათის უმმებლობის სააგენტოს წარმომადგენლებიც ეხმარებიან. მათი განცხადებით, მთავარი მიზანია გაფუჭებული პროდუქტი ბაზარზე არ მოხდეს და ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, უწყებაში პრობლემის მოგვარების რეკომენდაციები ჯერჯერობით არ აქვთ. როდესაც საფუძვლად დადგინდება თუ რა არის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, ამის შემდგომ მოხდება რა თქმა უნდა პრობლემის გადაჭრა. საკითხის შესწავლა გულისხმობს ასევე იმას, რომ უძლებს თუ არა კუმისის ტბის დათევზიანება, ანუ ხდება თუ რა კუმისის ტბის დათევზიანება, ამისი ლეგალური საფუძვლები არსებობს თუ არა. გარემოს დაცვის სამინისტროს პირველადი დასკვნა 1 კვირის ვადაში მომზადდება. პრობლემის მოგვარების გზების პოვნამდე კი კუმისში ძალაში რჩება პარადოქსი, რომ წყალში თევზები უჰაერობით იკუდებიან.